ყველაზე დიდი ტყუილი, რისიც ადამიანებს სჯერათ, ის არის, რომ თითქოს ყველას წარმატება და ბედნიერება სურს. დაფიქრდი, რამდენჯერ მიგიღწევია მიზნისთვის, აგიშენებია სიმშვიდე და შემდეგ შენივე ხელით დაგიგრევია ის. ეს არ არის უიღბლობა. ეს არის კარგად დაგეგმილი თვითგანადგურება. ზიგმუნდ ფროიდმა სიცოცხლის ბოლოს ფსიქოანალიზის ყველაზე ბნელი საიდუმლო გააჟღერა. მან თქვა, რომ ჩვენში იბრძვის ორი უხილავი ძალა: ეროსი, სიცოცხლისა და შემოქმედების ინსტინქტი და ტანატოსი, სიკვდილისა და ნგრევის ინსტინქტი. დიახ, შენში ცხოვრობს ძალა, რომელსაც სურს, რომ დამარცხდე. მაგრამ რატო? რატო ვანგრევთ იმას, რისთვისაც ამდენს ვიბრძოდით? პასუხი მარტივია და სასტიკი. სიცოცხლე, წარმატება, სიყვარული და თავისუფლება მოითხოვს უზარმაზარ პასუხისმგებლობას. სიმაღლეზე ჰაერი იშვიათია და იქ სუნთქვა ჯერს. ფსკერი კი ყოველთვის თბილი და ნაცნობია. მწვერვალზე შენი ძალების მაქსიმუმი უნდა აჩვენო. ნგრევა კი ადამიანს ათავისუფლებს მოლოდინების თვირთისგან. სწორედ ამიტომ, როცა ადამიანი აღწევს სიმშვიდეს, მისი ტანატოსი იღვიძებს. ჩვენ ვიწყებთ პრობლემების შემოქმედებას იქ, სადაც ის ბუნებაში არ არსებობს. პირველი იარაღი, რითაც თავს ვიგანადგურებთ, არის პროკრასტინაცია, ანუ საქმის გადადება. გგონია, რომ უბრალოდ გეზარება? არა. პროკრასტინაცია არ არის ტვინის სიზარმაცე, ეს არის წარმატების ქვეცნობიერი შიში. შენ საქმეს ბოლო წუთამდე იმიტომ დებ, რომ სიმშვიდეს გაურბი. შენი დოვებ სათადარიგო გზას შენი ეგოსთვის. მე რომ მეტი დრო მქონოდა, უკეთესად ვიზამდი. ეს არის დაცვის ყველაზე პათეტიკური მექანიზმი. შენ გირჩევნია იყო ადამიანი, რომელმაც დროის სიმცირის გამო ვერ შეძლო, ვიდრე ადამიანი, რომელმაც 100% ჩადოდა, მაინც დამარცხდა. მეორე გამოვლინება. ტოქსიკური ურთიერთობების არჩევა და ჯანსაღის განადგურება. როცა შენს ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელიც გაფასებს, პატივს გცემს და სიმშვიდეს გაძლევს, შენ პანიკაში ვარდები. ტრავმირებული ტვინი არ არის მიჩვეული სიმშვიდეს. ფსიქიკისთვის, რომელიც სტრესში გაიზარდა, მყუდროება უდრის საფრთხეს. მისთვის დრამა არის სახლი. ამიტომ შენ იწყებ კონფლიქტს ნულიდან, ეძებ ღალატს იქ, სადაც ის არ არის. შენ ანგრევ კარგ ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ, რომ დაუბრუნდე შენთვის ნაცნობ ტკივილს. ფიოდორ დოსტოევსკი, ჩანაწერები მიწისქვეშ ეტიდანში, წერდა სულის შემძვრელ რამეს. ადამიანს რომ ყველაფერი მისცე, სრული უტოპია და ბედნიერება, ის საკუთარი ხელითვე დაანგრევს მას და შეგნებულად გაგიჟდება. რატომ? მხოლოდ იმისთვის, რათა დაამტკიცოს, რომ ის ფორტეპიანოს კლავიში არ არის. დიახ, ადამიანს ურჩევნია იყოს საკუთარი ჯოჯოხეთის მეფე, ვიდრე სხვისი სამოთხის მსახური. ნგრევა ხშირად არის ჩვენი დამახინჯებული მცდელობა, რომ დავიბრუნოთ კონტროლის ილუზია, როცა თავს უძლურად გგრძნობთ. როცა მარცხის გეშინია, თავადვე იწვევ მას. მესამე სიმპტომი. დანაშაულის გრძნობა საკუთარი წარმატების გამო. როცა შენ აღწევ იმაზე მეც, ვიდრე შენი ოჯახი ან გარემოცვა, შენ იწყებ ეგრეთ წოდებული გადარჩენილი სინდრომის განცდას. ფიქრობ, მე არ ვიმსახურებ ამას, როცა სხვები იტანჯებიან. და რას აკეთებ შემდეგ? ქვეცნობიერად იწყებ ფულის ფლანგვას უაზროდ, კარიერის საბოტაჟს, ან რეპუტაციის შელახვას სკანდალებით. შენ იხდი წარმატების საჯარიმო გადასახადს, რათა ისე უბრალო, ჩვეულებრივ დონემდე დაეშვა და არ გამოირჩეოდე. მეოთხე მიზეზი არის ერიხ ფრომის თავისუფლებისგან გაქცევა. თავისუფლება არის ყველაზე მძიმე ტვირთი ფსიქოლოგიაში. თავისუფლება ნიშნავს, რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს შედეგებზე. თუ დამარცხდი, ვეღარავის დააბრალებ. სწორედ ამიტომ ადამიანები სპეციალურად ტვირთავენ საკუთარ თავს ტოქსიკური ვალდებულებებით. დებენ ფინანსურ ბორგილებს, რათა იწუწუნონ. წუწუნი კომფორტულია. წუწუნი არის პასიურობის ლეგიტიმაცია.
შენს ტანატოს სუყვარს, როცა შეწყალი მსხვერპი ხარ. დააგვირდი მათ, ვინც მუდმივად რისკავს. ვინც ალკოჰოლს, აზარტულ თამაშებს ან ექსტრემალურ სიჩქარეს ეტანება. კლინიკური ფსიქოლოგია ამბობს, რომ ეს არ არის სიამოვნების ძიება, ეს არის უფსკრულთან ფლირტი, ეს არის გამოცდა, გადარჩები ამჯერად. ისინი სიკვდილის პირას მიდიან, რათა მომენტალურად მაინც იგრძნონ, რომ ცოცხლები არიან. იმიტომ, რომ ყოველდღიური სიცოცხლის რუტინა მათთვის აბსოლუტურად მუგრძნობი და ცარიელი გახდა. ეს არის ნელი პარაშუტი თუ არდნა უფსკრულში. ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ ემოციურ ტკივილს, რომ ის ჩვენს იდენტობად იქცა. ამოიღეთ ტკივილი ადამიანის ცხოვრებიდან და ის უცებ ვერც კი ხვდება ვინ არის. თუ მე აღარ ვარ ის, ვინც მუდმივად იბრძვის და იტანჯება, მაშინ ვინ ვარ მე? შიში სიცარიელის მიმართ ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე შიში ტკივილის მიმართ. ტკივილი მაინც გაძლევს შეგრძნებას, რომ რაღაც ხდება. სწორედ ამიტომ ვირჩევთ ჩვენივე დანგრეულ ციხესიმაგრეში ჯდომას. ჩვენ გვეშინია ინტერიერის შეცვლის. როგორ უნდა შევაჩეროთ თვითგანადგურების ეს მომაკვდინებელი ავტოპილოტი? ამისთვის არ არსებობს არანაირი პოზიტიური აფირმაცია. ერთადერთი წამალი არის ულმობელი, ველური სიმართლე. შენ უნდა აღიარო ის, რასაც ხმამაღლა არასდროს ამბობდი. კარლ იუნგმა თქვა, სანამ შენს ქვეცნობიერს ცნობიერად არ აქცევ, ის მართავს შენს ცხოვრებას და შენ მას ბედისწერას დაარქმევ. შეწყვიტე ყველაფრის ბედისწერაზე, მთავრობაზე ან ტოქსიკულ პარტნიორებზე გადაბრალება. ბედისწერა არ არსებობს. არსებობს შენი გაუცნობიერებელი არჩევანი. შენ არ ხარ მსხვერპლი. შენ ხარ ადამიანი, ვისაც ხელში ასანთი უჭირავს და საკუთარ სახლს წვავს. ბერეკი ქუჩაში გამოდის და დახმარებას ითხოვს. პირველი ნაბიჯი განკურნებისკენ არის. სარგეში ჩახედვა. თქვი ხმამაღლა. მე ვარ ჩემი ყველაზე დიდი მტერი. არავინ დამსხმია თავს, მე თვითონ ვისვრი თხვიებს. როცა შენ იღებ აბსოლუტურ პასუხისმგებლობას შენს მარცხზე, შენ ავტომატურად იბრუნებ აბსოლუტურ ძალაუფლებას შენს მომავალზე. ვისაც ნგრევა შეუძლია, მას აშენებაც შეუძლია. როცა ხედავ, რომ საქმის გადადებას იწყებ, ნუ იტყვი, რომ დაიღალე. დაარქვი მას სახელი, უთხარი შენს თავს. მე ახლა მეშინია, რომ იდეალურად ვერ შევასრულებ, ამიტომ გაურბი ვარ. სიბნელის დემონები კარგავენ ძალაუფლებას, როგორც კი მათ შუქს მიანათებ. როცა ხედავ, რომ კარგ ურთიერთობას ურევ და კონფლიქტს ეძებ, უთხარი შენს ტვინს. მე ახლა სიმშვიდეს გაურბი ვარ, რადგან დრამას ვარ მიჩვეული. და შემდეგ, გაჩერდი. არ გადადგა ნაბიჯი. აიძულე შენი სხეული დარჩეს კომფორტულ სიმშვიდეში წინააღმდეგობის მიუხედავად. დისკომფორტი და სიმძიმე არის ის ფასი, რასაც იხდი სიდიადეში და სტაბილურობაში. ნგრევა იოლია. ნებისმიერ იდიოტს შეუძლია დაანგრიოს ულამაზესი შენობა ერთ წუთში, მაგრამ მის აშენებას წლები, ნებისყოფა და ხასიათის უდრეკი სიმტკიცე ჭირდება. ნუ მოკლავ შენს ტანატოს. შენ ამას ვერ შეძლებ. გადააქციე ტანატოსის ბნელი ენერგია შემოქმედებით ამბოხებულ ცეცხლად. შენი შიშები, შენი შფოთვა და შენი უკმაყოფილება არის რეაქტიული საწვავი. ენერგიას არ აქვს პოლუსი, მიმართულებას შენ აძლევ. ნუ გამოიყენებ ამ ენერგიას შენივე თემის, შენივე გემის და შენივე ცხოვრების ასაფეთქებლად. ჩაასხიეს საწვავი ძრავაში და გამოაღწიე ფსკერიდან. ვინც განიცადა დიდი ტკივილი, მას შეუძლია შექმნას დიდი ტრიუმფიც. შეწყვიტე მოლაპარაკება შენს შინაგან საბოდაჟთან. ის ხმა, რომელიც გაუბნებოდა, რომ შენ არ იმსახურებ ბედნიერებას, არ არის შენი ხმა. ეს არის წარსულის ექო, ტრაუმების მოგონება. შენ აღარ ხარ ის შეშინებული ბავშვი. შენ ახლა მოთამაშე ხარ.
პატივი მიაგე შენს შრომას. ნუ გაკედი შენს პოტენციალს ერთ წამიერ ნაცნობ კომფორტზე. მიეცი საკუთარ თავს ნება, იყო ბედნიერი შფოთვის გარეშე. მიეცი საკუთარ თავს ნება, გაიმარჯვო და არ მოიხადო ამისთვის ბოდიში. დახედე შენს ხელებს. ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ოდესმე გექნება სიბნელიდან გამოსასვლელად. შენ დაიბადე იმისთვის, რომ ააშენო და არა იმისთვის, რომ ფსკერის მუტორად იქცე. აიღე კონტროლი და შეწყვიდე საკუთარი თავის განადგურება. დაფიქრდი ერთ რამეზე. თუ შენს შინაგან დემონებს შეუძლიათ ასე გენიალურად, ასეთი იდეალური სიზუსტით გაანადგურონ შენივე აშენებული ცხოვრება, წარმოიდგინე რამხელა ძალა და ინტელექტი იმალება შენში. ენერგია, რომელიც ნგრევაში იხარჯება, კოლოსალურია. ამიერიდან შეწყვიდე საკუთარი ჯალათის როლის თამაში. აიღე ეს ველური დამანგრეველი ცეცხლი და შენივე სახლის ნაცვლად შენს გზაზე მდგარი წინაღობები გადაწვი.